საჯოგოც და ერთი პატო. შენ უხარ ეგეთი სტიანი რა. ნონა გაფრინდაშვილს მოუგე ჭადრაკის თამაში. მეტყოდების უნარი დავკარგე. ერთ-ერთი რესტორნიდან თევზის პიტული მოვიყარე. ყოილი. მოგესალმებით ჩვენო ცუდო მეგობრებო, ეს ცუდი დეტექტივია და დღეს ჩვენ გვეყოლება სტუმარი. პროფილში არ ვიცი როგორ ჩანს, მაგრამ ისე ჩვენი სტუმარი არის ჰიტა. გაგვიყვანე აქ. როგორ ახართ, აბა, როგორ? ვახა. ეხლა რა იქით როგორ კარგად ისევ თქვენი. ესევი არის ძალიან მარტივი, თითოეული მოთამაშე მოყვება ისტორიას, ხოლო დეტექტივი შეეცდება გამოიცნოს ეს ისტორია სიმართლეა თუ ტყუილი. ჩვენ უნდა გამოიცნო მე ვიტყვი მართლაც თუ სიცრუეს. რა თქმა უნდა. ჩვენ უნდა ხნათ? ჩვენ ვიხართ. კარგი. მე რო მოგიშალო. შენ მოგლოდ სული შეგიბერო. აბა გისმენ ჰიტა. აი კონერტი. შემითხარ. ქართულ YouTube-ზე არსებობს ორი YouTuber-ი, რომელმაც იმდენად შორს შეტობა, რომ თავისი სპონსორის დატუ გაიგეთა. მე მაქვს ლივერპულის დატმა, ლივერპული ჩვენი სპონსორი არ არის, ხოლმე. და კაი იქნებოდა. ვინები არის? მანჩესტერ დატუ ხო არა იმის. არა. გაგიხარ? ამუშავეთ ეს კაცი. მაი დაიქო, ვიდი, ვინებს აქვთ ეგ დატუ რომ მითხრა. მაგას ვერ გეტყვი. რამე რეალისტურია. ჩემი აზრით რეალისტურია, იმიტომ რომ ისეთ რაღაცებს აკეთებენ ქართული იუთუბერები, რომ არ მიკვირს რაღაცეებს. რაღა დაგიმალო და ერთ-ერთი ვიცი. ერთი რო არის ზუსტად ვიცი და მეორესაც დავუშვებ მაშინ. მეორესაც დავუშვებ, იმიტომ კაკოს ვარა განაკონდოს. ერთი უნდა იყოს საეჭო კაცი, როგორც ვიცი. კი, ერთი საეჭო კაცი. დღემდე იუთუბერია ის მეორე? კი, რავი. წარმატებული იუთუბერი. 100,000-ზე მეტი გამომწერი ყავს? კი. ეუჩენ ყავდეს ახლა. ავგი. ერთს მე ვკითხავ რა. მიდი. ის სპონსორი კიდე ყავს. კაი კითხვა. იმ მეორეს კი. ის კომპანია დაიშალა. ანუ საეჭო კაცს არა და რომელიც მეორეს. ჩემი აზრით ეს არის სიმართლე. ტყუილი სიმართლე. უილი. ესე არის წერება ტყუილი დონ. ეს არის სიმართლე. დეტექტივმა გამოიცნო ყოჩახ. მოგვიყევი ვის აქვს დატუ თუ შეიძლება. ერთი საეჭო კაცი ერთი გასაგებია. საჯოგოც და ერთი პატო. პატო. მოიცა იმ მილანის ფეხბურთელს დატო აქვს. გამარჯობა ბატონო დორნიკ. აი ეს ჩემი მადლობთ. ან სკოლი ან სიმართლე. აბა кейსი თუ შეიძლება. ჩემი кейსი არის ესეთი, რომ ალა პუგაჩოვას კი. აზავი მინია საბოით ასწავლება რუსულს. ნე სამბოი. აზავი მინია საბოით. შემიძლია ეს ისეთი აბსურდია. ზოგ აუქციურად სიმართლე უნდა იყოს. შენ უხარ ეგეთი სტიანი რა. ნუ რა თქმა უნდა სკოლაში იყო თუ პირად მასწავლებელთან ხდებოდა ეს ყველაფერი. უხაიცდა რომ გამოდით აზავი მინდა საბოი. კალკინი ხო არის ყოველთვის გასწავლიდა რუსულს. არც სკოლაში არ ყოფილა და არც პირად მასწავლებელი. აბასად იყო. უნივერსიტეტში თესეუში. კარგი. მაგდონეზეა ეს იგი უნივერსიტეტში საქმე. ეს რომელი გოთახა. მარტივად გადავწყვიტავ მაინც ამ ყველაფერს ჩემი აზრით ეს არის სიმართლე. თუ შეგადის ეს ისტორია ისვენია, ეს არ ამგონია რომ ტყუილი იყოს. მაგრამ და გაგცემ პასუხს. თუ იქნება ტყუილი რა გამიხარდება, იმიტომ რომ ბევრად სასოციო იქნება ჩემს. სიმართლე. აბა გისმენთ ანუ თორნიკ. თესეუში ხა არ გეტყვი სახელმძღვანელოში ეწერა ეს ბაზარი იმინას. ეს არ ეწერა, მაგრამ უბრალოდ მასწავლებელმა რაღაც მაგალითად მოიყვანა, რაღაცას ვერ გავიგეთ თელმოგს რაღაცა მომენტი და ამ ეს სიმღერა გვითარგმნა. თან კრედიტები რო კარაოკეზე უნდა იმღერა ფინალურზე რა, ნინა საბოი. კრედიტი პატივცემულო გამომძიებელო. დიახ, გისმენთ. აღიარებით ვარ მოსული 2005 წელს ფილარმონიის გვერდზე რო ესეთი რაღაც ფოიე არის ხის ჩარჩოს ჩასმული, მან გადავასხი ლივლივა სეზარია ევორას. ლივლივა? ბავშვი. ლივლივა რა არის? ცეო ცვაიგი ლივლივ ბაუსი მოგამის ხელში რაღაც გაუსვი და ესეთი წამიღო რა. ლივლივა, ეგ. კი ბატონო, აი გადავასხი სეზარია ევორას. ნუ სანამ გიცი, ხო ეგა? კი ბატონო, ეგ. კარგი, სეზარია ევორას.
იმატო სეზარია. ცეოცვაიგი ლივლიუ ბაუს სეზარია ევრა საქართველოს ნამყოფი. სეზარია ევრორი იცოდა და ლივლიუ არა ვინც აგიყვანა მაგ კონცერტზე? ბიჭო მამაჩი პიცა პოლიციაში მუშაობდა და მაშინ არასოდეს სეზარია ევროპში პირველად წაიყვანა ბიცა. მაშინ არისო დაცვაზღვა და ფილარმონის დაცვა მოუწიათ ჯონტმისის პოლიციას და მამაჩემი იცოდა და მე აღმოჩნდი მაგ კონცერტზე. არ მაქვს კიდე კითხვები. მოდი ამაზეც უკვე დასკვნა მაქვს რა, ჩემი აზრით სიმართლეა რა. ერთადერთი ფაქტის გამო შენი მოუსვენრობა ძალიან კარგად ვიცი რა. სულ შეთხოვით გადაასხამდა. ეს არის ტყვე. ნიო ჩემ მოუსვენრობა დავაკეთო თურმე თურმე მოიფიქრე ყოველ. თუმცა ნაწილობით ყველი არის იყო ჰანს ზიმერი. რა გადაასხატოვა ყოლა. ფილარმონია ჯაზფესტი იყო თბილისში და მართლა იყო ფილარმონიაში კონცერტი და ეს სიმაღლეში ქულიოს გადაასხა. გამარჯობათ ბატონო გისმენთ. დამკითხველო. გისმენთ. Guns N' Roses კონცერტზე ჯგუფთან ერთად მაქვს ნამღერი არაოფიციალურად. ან სიმართლე. არა ოფიციალურად რას გულს. არა ოფიციალურში რას ოფიციალ არ ეწერა გასაგები. კონცერტის წინ საუნდჩეკის დროს უბრალოდ ავიხდინე ოცნება და ვიმღერე Guns N' Roses-თან ერთად. ო რა ის სიმართლე რო იყოს და როგორი რაღაცები უხარია ახლა. რატო ახლა არ გაგიხარდებოდა ლივერ Guns N' პურის Roses-თან. ფეხბურთელთან და გახურებისას და ბურთი გამეგორებინა ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება რატო არ უნდა გაუხარდეთ ხო რა ვიცი. შენ აი ბიგენტიას მე ხამაგრო შენენაზე ვაგეს და ხო ვაგიხარდე ეგეც ამართა. სელფი თუ გაქვს. სელფიც მაქვს კი. მე ჩავსვამთ იცოდეთ უკვე. კი რა თქმა უნდა. აქტი კარგი. მოდი არ დავარღვევ ტრადიციას ყველაზე სიმართლე ვთქვი და ეს სიმართლეა. აუდა მითხარ რომ მაგრა და გაიფერა არა თქუილია საერთაშორისო არტისტებში უილია. რა კარგად დაიწყო აი საერთოდ მაგ გერმანიასავით აი კარგად დაიწყო მიმღერით არ მიმღერია, მაგრამ მოგეხსენებათ ჩემი სამსახური და Black Sea არენაზე იყო დრო, როცა საუნდჩეკს ვაკეთებდით Guns N' Roses-თვის. თბილისში ერთ-ერთი რესტორნიდან თევზის პიტული მოვიპარე და დამაბრუნებულს. ნემოსი. თევზი შეიძლება იყოს ხამცაც და ზვიგენიც უბრალოდ ალბათ. თევზი რო იბერება, ეგ თევზი მართლაც მადლობა რომ რევიგააკეთე ვარ თორე ვიღლები უგას ვერ მოიპარავდი ეგ ძალიან შხამიანია. პიტული. გაბერილი არ მოუპარია. გამომშალი. რო შეიძლება მაგას შხამი არ გადის. ნუ მაშინ მაგრა გაურისკეს. ხელთათმანები ყოა. ძალიან სხვა დასპირტული ვიყავი და და რატო მოიპარე? განსხვავებულად იყო, კაი, ეს 3 ლიტრა ჩადიოდა, შეიძლება მაგდენიც არა, მაგრამ ნუ დიდი. ამი აგე ხო? ბიჭო, აი, ჩვენ წინა გადაცემას თუ უყურე. მან მიხვდები რომ ვარიაციები მიყვარს რა. ხა როგორი განსხვავებული ხო დაჩუტული არის აი სტუმარი ბერა თავიდან მითხარი რომ მომყიდეთ, და არ მომყიდეს. ფეხბურთი არის. მე მაჩუქეთ თქო, არ მომყიდეს. სადიდო ამ რესტორანში. ხელის აწვევ ადგილას იდო, გასასვლელთან ახლოს, სხვათა შორის. თქვა აი ხუმრობა ზურა მიდი. მე რო ეცხეთ გაიხადე აი მე როგორ დავოიტანე და არის ხო კაი მაგრამ გამიჭირდა. აი მოდი ამჯერა შენი ამჯერა? თავისუფალი ხარ. აბა, ვანახოთ მაყურებელს. მე მჯერა. მე ისე მჯერა, ყველაფერი მჯერა. ეს მაგარი ისიქები ამიტი. რანაირი ისტორია იყო ეს ჯობდა წყვილი ყოფილი. ევრს მოისმენ მაგნარის ახლა მოვყვევი ჩვენ მაყურებელს დაბადების დღეს. ხო და ლუძეს ვამდრენ მე ინტერვიუზე. დაბადების დღეზე ვიყავი ჩვენი მეგობრის და ძალიან მომეწონა როგორც თქვი ახლა ჯერ მომყიდეთ თქო, მე მაჩუქეთ თქო, არც ერთი არ შეიბერტყეს ყური, მაგრამ მენეჯერი არ იყო და ცოტა რომ შევთხოვდა სითავე მომენტა აუდექი და გამოსვლისას ხელს გამოვაყოლე. სადღაც უკვე 4 ქუჩა ქონდა განმოკვეთილი, დაბლა, განსხვავებულად გინდოდა ეს ამბავი. მართლა განსხვავებულად მინდოდა რა. თევზის პიტული გინდოდა განსხვავებულად, აშკარად არ გისმენთ. კი ბატონო. ბატონო, რაღაცას ვხვდები. მირეკავს ჩემი მეგობარი. ზურა, ამოუტანე ამა თორე რეკავენ პოლიციაში. მეთქი მე მანდ არ ამოვალ. აი, ჩამოვალ ამოგაკითხავ და ამოყანა ჩვენმა ბასიმ, მოკითხავდნენ. ციხეში არ ზევარ, დასამართები არ ვარ იმის გამო, რომ ბასიმ მაშინ იყო ჩაკ. ვიღაცა რო გეუბნებოდა მთელი ისტორია ზურამას ვერ გავიტანთ ზურა. ნუ იქ ზურა დაკავე, ზურა მოგდევენო არ გახსოვს ხო? ოთხი ქუჩა ქონდა გადამოწმული. სამკილომოს რა. აუკეთე სიკეთი. სამარცხეს აგდებდი და მთელი ამდენი ქონდა რომ. ალბათ მითხარი რა ხდება. ნონა გაფრინდაშვილს მოუგე ჭადრაკის თამაში. ყოილია.
მეც გეთანხმები, არ იქ ბატონო. შემდეგი. ბლიცში იყო, ისე იყო. ჭადრაკის მასწავლებელია ჩვენი ვიცემული დონი იცოდე. მეგობრები გარიგას ეძახით. ახლო მეგობრები? რამდენი ფიგურა მომყარე? შენ რაგბის გუნდში არ იყავი, კაცო? რაგბის გუნდშიც ვიყავი, კი ბატონო. ჭადრაკის მასწავლებელი მართლა ხარ? ჭადრაკის და ფიზიკის. პატარა კლასები მათემატიკაც. ცოტა უცნობი სკოლა არის. დირექტორიც თვითონ არის სპორტის მასწავლებელი. ორი რო შევწეთ მაგას. გადამკვეთი. ერთი თანხმობა სულა აგინდა სულა. აი სამი მოფუგა და დონი. ეს მანსანტა სამაშობ და მაშინ გაიცან. ნახე, კარგი, მოდი, რადგან მასწავლებელს უყარ ეხლა შეიძლება მოუგე მართლა სადმე ერთ-ერთ მატჩზე. ესე 64 ადამიანს რო ეთამაშება, შეიძლება ერთ-ერთი იყავი. შეიძლება სიზმარი იყო. კითხე რა ვიცი. მოდი, ცოტა პროფესიონალურად მივუდგე. მივუდგეთ. ახლა უნდა აკაჩოს თავი. პროფესორად მიგდა წყლის ბოთლი არ დაიწყოს პროფესიონალად არ არის. ან ძალიან კაი პოლიციელი უნდა შემოვიდეს აი, ნაკო და იცის. შეიძლება სამოცი და ძმარი, მაშინ ძმარი. შენი აზრით ნონა გაფრინაშვილი როგორი დონის მოჭადრაკეც არის, შესაძლებელია თუ არა ლოგიკურად მაგალითად 100-დან 1 მაინც მოუგო. შენ არა კონკრეტულად. აი ზოგადად საშუალო დონის მოჭადრაკე, რა? 100-დან 1? ხო. შესაძლოა რაღაცა პროცენტულობა არის მაგაში, რომ 100-დან 1-მა მოუგოს საშუალო დონის მოჭადრაკე. გროსმეიტერს. იმ ნონა გაფრინდაშვილზე ამბობ თუ სხვა იგივე სახელი როგორია კონ იმ ნონა გაფრინდაშვილს. ალ მართლა სერიოზულად. სერიოზულად. რეიტინგი რამდენია? 1820 მაქვს ამეტავს. 1820. ნონას ალბათ 2356. მაგნუს რამდენი? მაგნუს. ძველი რეიტინგით ვიცი 2 და 5-ზე იყო მე მგონი. კარგი, მაშინ რავი, ერთი თამაში თუ მოუგე, მაგას დავიჯერებდი. მახელა რეიტინგი თუ გვაქვს და არ იტყუები. რომ თქვა რომ ვერ მოუგებდი, ამას აინშტაინის რაღაცა თვითონ დისრესპექტი იქნება შენს მიმართ, ამიტომ თულის რო იყოს. მაგრამ ფაქტია მაინც. სიმართლეა ჩემი აზრით. სიმართლე თუ მე გამოხტერდები. მე მეგობრებთან გაფრინდაში მოუგებდი მართლა და რაღაცნაირად ჩამწდა. ფათაშოს გული მეც ხდება მაგაზე რომ ვერ უგებ. შენ და ნახევარ 30 წელი. კი, ორჯერ მაქვს ნათამაშები და ძალიან კრახი დასრულდა ორივე თამაში. ერთხელ არ მოვიდა. უფრო კონკრეტულად თუ გაინტერესებს, სამწუთიან თამაში ზუსტად მომიგო 16 წამში. რანაირად შემოღან ერთის მაგარ და შემოგაყარა რაღაცა არ ვითამაშე. ზეფიკა მაინც 15 წამში 16 და ყველაზე მარტივი გზა არის შამათი ჩასასვლელად საბავშვო შამათი. სამი სვეტირდება. ზეცი შაბავს შამათით მოგიგო მე. ხო. გამარჯობა ფიზიკაში. გაგიმაჯოს. საინტერესო ჩემი ისტორია თუ დიქციით მე იმ წამსვე. მაინტერესებს, კაი. ჯანდაბას ძმაკაც გავყევი ფაიმანზე, სადაც ის ხალბატონის შვილიშვილთან ერთად მოვიდა. ანუ დავაკონკრეტებ. ძმაკაც რომ მითხრა რომ მოდი ორნი მოვლენო. ორნი მოვიდნენ, მაგრამ ის ხალბატონის შვილიშვილთან ერთად. ანუ შენი ძმაკაცი ვისაც ელოდებოდა ის მოვიდა, ალბათ თავისი შვილიშვილით? ხო. შენი ძმაკაცი ანაძლის ხარ. ჩემი ძმაკაცი არის 34-ის. სახელებს და გვარებს არ ვიტყვი. მე დავიჭირე, არავის არ გოგიდა გავიგდა. შენ წადი. ანუ შენ რატო წაყევი? ნახე, ვიცი ახლა. ნახე, როდესაც მაგაცი გეუბნება რომ წამოდიო მაგარი გოგოები გავაზრეო. და შენ ჯერანი მაგაცი გოგოები გააზრო. ან გოგოების გასაზრდელად იყავით. მე არა, ის იყო გოგოების გასაზრდელად. უთხოვა რომ იმ ეტაპზე მე შევრჩი. ანუ თქვენ რა მოტივითაც წახვედით გასაგებია, მაგრამ ისინიც მაგ მოტივით მოვიდნენ? ხო, ის მოვიდა მოტივით და შვილი წამოიყვალა. თუმცა ზოოპარკში გასაირნობა მოგიწია შვილი. შვილი რა მოტივით წამოიყვალა? მე რატო ვაერსა?
პატარა იყო შეიძლება. არა არის ხომ მაგრამ არ ძლიერი ხან ნახე და ანუ იშვილი შენ შეგეფერებოდა? კი აჟე. რა იყო? 2 hours later. შენ ხო არ იყავს? უცნაური გემოვნება გქონდა ჩემს რაღაც აღარა. წელში მოხრილი გემოვნება აუ შვილი შვილთან ვიმინის ეგრე. აშე იქით ხარეს უყურებ. აქეთ აღარ გასახედი აღარ ეს არის გაშენი ემპათია. და შენ აი ჩაირა მაგდრე. მე შენ რა არაფერი რა კითხი არაფერი ზომა საერთოდ აუ არ ვიცი რატომ არა ჯერ მეცილა რო ჯერა ხო ისი არა რომ გამოიცნო ის ახსენე რა მასალია მასალა ყოი კიდე ხა შენს მიმართ რესპექტი მომევატა მე არ ყოფილა მაგ ისტორიაში მოსვენილი ვაქვს ეგ ისტორია ზუსტად ეგ როგორც არის ჩვენი მეგობარი იყო ერთი და ვიცი ეგ ისტორია ანუ ისტორია ნამდვილია უბრალოდ შენ არიყავი არა ეგრეც ვერ ვიტყვი მე დავამატე რაღაც არ არის ისტორია ნამდვილი არა ალბათობა შესაძლებელია. თუ გინდა თელ ისტორიას მოგიყვები როგორც იყო და მე შენ თვითონ განსაჯებო გაგყვე თუ არა მიდაო და 270 ხალი მოვიდა ასე იყო ისტორია ბოდიში და ეს არ ყოფილა მის ვაკაცი. არ მიყვარს ადამიანების მოთხოვება და ის 34 წლისაც 84-ის იყვავა იქავი ჩემს ოჯახში ინახება გველის რქები. იცი რა მე იუთუბერი ვარ გველებზე ძალიან ბევრი რამე გავიგე ბოლო თვეების დიახ. მაგრამ ახლა რო წელი მაგრამ გველის რქები ასთან არ მინახავს მე ჩემი კითხვა. განსხვავებულად თუ არ გაზა. არა ძალიან პატარა. შვილიშვილთან ერთად კალებთან გველის რქები რა რომელი ჯიშის გველს აქვს წარმოდგენა არ მაქვს რომელი ჯიშის არის, მაგრამ არის ძალიან დიდი ხნის, დაახლოებით 300 წლის. და გადაშენდნენ კი, დიდი ალბათობით გადაშენებული არიან. და ნუ მოძიებულიც მაქვს ამაზე ფაქტები და საქართველოში არ არსებობენ, მაგრამ ზოგადად არსებობენ. საიდან გაქვს ეგ რქები აი ეგ მაგ კითხვამდე უნდა მისულიყავი. მოკლედ, ჩემმა ერთ-ერთმა წინაპარმა ადამმა ერთ-ერთმა წინაპარმა ეს გველის რქები გაცვალა ძალიან დიდ ქონებაში და მიწებში და გველის რქებში გავცვალეთ ეს ყველაფერი. რა ფასად არის ხა დღევანდელი წარმოდგენა არ მაქვს, შეიძლება არა. და ჩამოვიდა და მოდიო გავცვალოთ და რაღაც ბიზნესები ამაც ყველის ისები ამას ეს რა დებილობები გამოყენება აქ ის რომ პირობითად რაღაცა დებედა ტირია გამოყენება აქ ის რომ გველი რო უკბენდა ვინმეს ან ცხოველს ან ადამიანს იმას გაფხიკავდნენ კარგად და გაცრიდნენ წყალს დაასხამდნენ კიდე რაღაცეებს სუსტად არ კი არ გამოილია ამდენი ხანი ნუ ინახავდნენ მე კუტაისური კილორი გავიქცა ანუ რანაირად გაცრიდნენ რქებს და რამხელა იყო ეს რქები 300 წელი 20-იან არა, ბევრი იყო. აი ამდენი მაქვს დაახლოებით კიდე აი ხელს დააგვირდა დაახლოებით ამდენი შენ არ გაგცრა რო გითხრეს რომ ქონება გავცვალოთ თამაში ამჯერა ეხლა ვიკითხე კიდე რაღაც ანუ შენ გაქვს ორი მუჭა გველის რქები ეს რომელიც შენმა წინაპარმა 300 წლის წინ დაგიტოვა კი გოგოების ტუალეტში საათნახევარი ვიყავი საინტერესოა. კაი, რა დაწესებულებაში იყო? ანუ ბიჭების და გოგოების ტუალეტი ცალკე რო არის მივხვდი უნივერსიტეტში. სიმართლესთან არ მაინტერესებს, უბრალოდ მე ამის ფანნაწილ მოიდა ვინ გაიგო რომ შენ იგი ხავი პირველი. არ მიკივლია ის ნახევარი საათი. არა მართლა უბრალოდ ისე გამოვიდა რომ ვერ გამოვდიოდი. აი ჩამკეტი თქონდა თუ ესე გიჭირა რა შეიძლება რა ერეო და ფესევში პირველ კორპუსში არის პირველზე გოგოები მერე ბიჭები ბიჭები და სართული აერეო იაჭრა გოგოები შეაჭრა და მაინც ერთი წამი ნახევარი ცოტა ბევრი ხო არა მოდი მე გეტყვი ისტორიას თუ გინდა მაგრამ მე გაგძელებას ტორნიკეტას გავყვეთ კაი როგორ აღმოჩნდი მაინც ახლა მაყურებელი თესეუში სვანთაშორის მე-6-ეს უკან სვამდი. და პირველ კორპუსში მოფერდა პენხარეს, გადავირბინე ძალიან სწრაფად და იყო და შევედი. აჰა, კი ბატონო. აი, როგორ გამოხვედი, აი ეგ მაინტერესებს რა. არა,
პრობლემა არში ან ყოფილა ჩვეულებრივ გავაღე და გამოვიდა იქ სხვა რაღაც ხდებოდა რატოს ვერ გამოდიოდა. ხო, ნუ გოგოები იყვნენ და რაღაცებს ლაპარაკობდნენ ერთად, შენ ახლა კაბინიდან ვერ გამოხვედი. ბიჭო, ძალიან მან გაიგე საიდუმლოებები ხო გოგოების. გოგოების თორე ეხლა პირად კითხოს და ვარდისფერია. მე ეს ყველაფერი მგონია სიმართლე არ ვიტყვი ჩემი თორნიკი არ მომატყუებს ხო დიდი წითელი ასო უი ჩემი თორნიკი ჩემი თორნიკი არ მომატყუებს სიმართლე გენაცვალე სიმართლე და იქ ჩემთან ერთად სვავდა დიდი ალბათო ხალხის მოყვები რომ სვამდით მე გოგოების თორეში მომენტია შესვლა განზრახულად არა შევაღე არავინ არ იყო რა თქმა უნდა ამერია შევედი და კარი მოუკეთე თუ არა მაშინ დამთავრდა ლექცია და ერთი ტალპა გოგოები შემოვიდნენ და ბიჭო აღარ გავიდნენ რა მართლა ხო ანუ რაღაცა ხდება რომ უნდა გახვიდეთ ნუ ლაპარაკობთ ეხაც გოგოებო ვინც გიყურებ ტუალეტში გადით შეიძლება მაგ ბიჭია ჩაკეტილი ჩემს ძმას მთელი დღის განმავლობაში ვატყუებდი რომ მეტყველების უნარი დავკარგე რო გქონდა იმას როგორ ხდებოდა მაშინ ლაპარაკობდი სხვათა შორის ახლა ველაპარაკობთ რა ხელები იყავით შენ და შენი ძმა დაახლოებით 8-9 წლის იყავი მე და დათო უკვე 11 წლის იყო რა აი მანამდე რაღაცა მოხდა ისეთი ფაქტი რაც რომ მივდიოდით გზაში რა თავს ჩაგარტყარდა ვიჩხუბეთ რა ხო ძმების ჩხუბეთ ჩვეულებრივი ამბავია ვიჩხუბეთ და თავში რო ჩამარტყარა ვითომ გავითიშე იმიტომ ვეღარ ვერეოდი და ვითომ გავითიშე და რო გავიღვიძე ვითომ რამდენი წლის იყავი 9 რა 9 წლისას კაი აფერის რო გავიღვიძე უკვე ისე მოვაჩვენე თავი რომ ვეღარ ლაპარაკობდი და ეს ყველაფერი მე საჩემოდ გამოვიყენე აი რა დროს ამოიდგიენა პირველი სიტყვა თქვი დედა მართლა სხვათა შორის რას ცდილობდი რომ გამოგეტყუებინა დათოსთვის ბიჭო იდეაში მივდიოდით ისეთ ადგილას რომ იქნა რაღაცები უნდა წამოგვეღო და სიმძიმეები ავკიდე დათოს და გამოვაყოლე და მთელი დღის განმავლობაში აბა ეს მომიტანე ის მომიტანე ოღონდ მებით ხო აი კიდე ერთხელ რომ გავაკეთო როგორ აკეთებდი მაგას მებით და რატომ გონია სიმართლე რომ დათო აშკარად მოძალადე ძმა იყო უფროსი ამას უმცროსის ძმის როლი ძალიან კარგად ქონდა მორგებული და იმაშვებოდა რა ქვია აშანტაჟებდა ეს არის სიმართლე ჯერო დედა თქვი მე ვითომ ენაბემ მეოდა და ისო ლაპარაკობდი და ეგრე გავაგზავნე ნელა უმატებდი და უხარო და იმასაც და თვითონაც მედიერი იყო რაღაცებს რო აკეთებდი მე როცა იუთუბერობას ვიწყებდი პირველი 10 გამომწერი ჩემი ახის მე თვითონ ვიყავი ფეიკები მიყარე ფეიკები გავაკეთე და დავასაბსკრაიბე ჩემი თავი მე მაგ ერთი კითხვა ზურანს დაიწყო ხო არ გაგიუქმები ეგენი ჩვენ როცა მოხდა ე ბატონო მე მაგ ესეთი კითხვა რა აი რაში ჭირდებოდა აი ყველაფერი რამე გავლენა ქონდა თუ უბრალოდ თვალი რო გაგეხარებინა რომ აი გამომწერები მყავს ესეთი აზრი არსებობდა რომ ყველაზე ძნელი არის პირველი 100 გამომწერი YouTube-ზე შემდეგ ყველაზე ძნელი არის 1000 გამომწერი და შემდეგ 10000 და ზოგადად ესეთი ამბავი არის რომ რაც უფრო მეტი გამომწერი ყავს მით უფრო მეტი მარტივად ემატება ხო გავიგე ანუ რაღაც ალგორითმის პრინციპით უფრო ხო რევიას აქ კითხვა ეს ბოდიში მე მეილს ვაკეთებ დიდი პრობლემა არის სახელის დაგხვევა და ჰიტა 1 ჰიტა 2 ჰიტა 3 ასამდე ესე გეკონთ სხვადასხვა სახელები ჰიტა არა თუნდაც გეტყვი ამიქვა მინდო რა თქმა უნდა მე რა ბატონ ზურაბში რაღაცა სიტყვას ავიღებდი და 20-მდე ამყავდა და მე ეს გავიგე ხო გავიგე ანუ თვალს ახალ შეყევი და 100000 მასე ყველა ხო ხო და 3-მდე ავიღე კარგი რამე გამოწერის გარდა რამეს თუ აკეთებდი მაგალითად watch times უძდიდი ვიდეოს რაღაცას უძდიდი ლაიქებს საინტერესო ინფოსაც გეტყვი მაგასთან დაკავშირებით გამოუშვი საკუთარ არხზე როცა რეკლამას აგდებდი და მაგას ვატყუებოდი რომ რაღაც რამდენიმე დოლარი დაეწერა მაგრამ ეგ ის თქვენს გამომწერებსაც ვეტყვი რომ ეგ იჭება და თქვენს YouTube არხზე შემთხვევით არ უნდა დაგეჭიროთ რეკლამას როცა პატარა არხია ჯერა აი დროსია საინტერესოა კითხვა კაი და მოდი შედეგობრივად ბოდიში რო ვერ გავიგე დაწერე კითხვა დასვიგე არ ვიცი ყველაზე ერთი კონდა კი როგორ არის ეს ცხოვრების რაღაც ეტაპზე რაღაც პაროლი მაქვს სულ მე ვცვლი და მე მაშინ ქონდა იგივე აი ამ ეტაპზე რა
ჩვენი მეგობრებისგან მაქვს ამბავი მოსული, რომ შენ ეხმარებოდი სხვებსაც მონეტიზაციის ჩართვაში, ასე შემდეგ და ძალიან ბევრ ადამიანს გაუმართა ხელი. შესაბამისად ეს ხრიგს შენ ტყუილ არ მოიფიქრებდი შენ თავზეც და მგონია ეს ყველაფერი სიმართლე. არა, სიმართლეა. და არიტყვილი. ლოზუნგია კეგეთი, ჰიტა არიტყვილება. სადღაც გამოიწერეთ ამათი არხი თქვი რა. შენ თქვი რა, ჩვენ გვავიწყდება სულ. თან შენ გისმენენ და ჩვენ არ გვისმენ. ფაქტის ახეზეა. მეგობრებო, ამ ბიჭების სახი გამოიწერეთ და თუ ამ ვიდეოს დადების შემდეგ 1000 ავლენ, ეს იქნება დიდი აღსანიშნავი ამბავი მათთვის, რადგან 1000 გამომწერი უკვე ნიშნავს, რომ სტაბილური შემდგარი იუთუბერი ხარ და წინ დიდი მომავალი გაქვს. შემოთავაზება. თუ ჩვენ აი ამ ვიდეოს მერე ავალთ 1000 გამომწერზე, დენდის ჩემპიონატზე მოგიწევთ. და რა უნდა ვითამაშოთ? დენდი. კონკრეტულად? მარიო, ტანკები და ფეხბურთი. სამ სხვადასხვა დისციპლინაში ვიქნება ჩემპიონი. ეხა იტყვის რომ არა იყოლოდეს ბიჭი. დენდი მქონდა კი და სულ თამაშობდი. ხო, ნოსტალგია. გაიხსენე ბავშვო. კარგი იქნება დენდის თამაში. ტანკები მარიოს ეხლა თუ თამაშობდი სხვადასხვა კომპიუტერში. რაში გადაიზარდა ჩვენი ნონა გაფრინდაშვილს მოუგე ჭადრაკში. მე ლევან საგინაშვილს გადაუწიე ხელი. ხოდიშ თან ნონა გაფრინდაშვილს მოუგე ჭადრაკში და თან ეს ჩვენ აბარო ლევან საგინაშვილს? ხო. ვინ არის ეს? ასეთი ხალხი უთხარი. ჩვენს ლეგენდარულ ჩემპიონს. კი ბატონო. და რა მეზობელს. რა წვეთ კატეგორიაში გამოდიოდი? ეს ხელის გადაწევა რაიმე ვიდეოსთვის იყო თუ უბრალოდ ინდოდა? ვიდეოსთვის არის. მართლა გადაუწე. თლიანი ძალით იყო? მე კი. ლევანი ესე იყო. ლევანი ეხლა თლიანი ძალით არ ვიცი იყო თუ არა. ალბათ არ უნდა ყოფილიყო წესით, მაგრამ გადაუწიე რა. ატრაქციონი ხო იყო გადაუწიე ლევანს ხუთლად ხელი. დაბრო პახო. ნახე, აზამი. ბიჭო, რატომღაც გონია სიმართლე რა? რატო? არა. იმიტომ რომ ჩემი ტყუილის შემდეგ მე მგონია რომ ჰიტა ისეთი ადამიანია რომ სიმართლეს მეტყოდა. აი სამ მიგებ გადაწყვეტილო თუ გინდა დამატებით კიდე რაც გეტყვი. მიდი. მე რა დავაშოს თეიგდამი გავუკეთე. ახლა უკვე მე ერთი გაგიტარეთ. ჰიტა არის 120.000 გაწე. ახლა უკვე აღარ მოცა. აი მამარდაშვილს გავუტანა 6 გოლი კიდე არა. მამარდაშვილი ბიჭო. მესი მოზოლი. აი შემდეგებული. გავაგზავნო მინდა ბრაიანს გადავატენე. ხნებულს. იადოს ამოუხსენია მოცანა. ფელპსი გამოიყვანე ყვარიათი და იქჩებოდა. აი მე რა დავაშოზე მოვიყო. და ლევანზე მართალი იყო. არა, მოიცა კიდე დაამატებს. გაუფიქსირე ჩემი პასუხი რომ ეს იყო ნამდვილად. მე და არ უნდა გიხაროდეს ადამიანი რომ ლევან საგინაშვილი გადაუწია. ბიჭო, და ვეღლიცინებით აქ. მოგვიყევი რა. რესპექტი ჩემგან ნამდვილად აი მეყოდა ფოტოს ვიგებ, იმისა. თან პატარა ბავშვებს აწევინეს. აბა ჩემთან რა დაებატო. მახოხა. აქ არის ესეთი ფაქტი. ჩემს გამო, უბრალოდ ჩემი გამოისობით საქართველოს ამერიკის რაგბის მატჩის წინ ბიჭები ხურდებოდნენ ლუჩიანო პავაროტის სიმღერას. კონკრეტულად ლადონა მობილე რიგოლეტოდან. იმას кайხმაღი. ხო кайხმაღი? შენი ძახი საქართველოს ამერიკა. საქართველოს ამერიკის მატჩი იყო, ტარდებოდა რუსთავის რაგბის სტადიონზე. იქ 5-6 წლის უკანდელი ამბავია, რა კოვიდის პერიოდით შეიძლება იყოს. ოფიციალური მატჩი. ტესტ მატჩი იყო ოფიციალური. რაგბის? ბიჭო, ამას ისეთებია გაკეთებული ჩი. საქართველოს რატო ჩართე და რატო აშართე რამე ისეთი უფრო ნაციონალური. აი გეტყვი ხავე რატო ჩავრთე ეგ და რატო არა მანამდე ქონა გორამბეგოვიჩის გას ალო ჰეი ბრიტ აი ჩართული და რამეო ევროპაში ჩართდა და გაუშვიედო ეს რა ქვია ჯუზეპე ვერდი ჩემი აზრით მე გეტყვი ხა დონ დაგეხმარება ამ კაცმა მომწრეი ყავია და ამ კაცმაც ისე ცისახე მიიღო რომ იცით და ამბობს არის მარტო შენ არის მე
მაყურებლისთვის ვიტყვი, რომ მე მევალებოდა ხოლმე ტექნიკურად ტაბლოზე შეცვლა იმერით, რა ქვია. ანგარიში შეცვლა და ის აპარატურა ტექნიკურად მაგ მუსიკებსაც მე ვთავდი ხოლმე და ერთი ამბავია რა. გიყურს კლასიკური მუსიკა? ძალიან. სიმართლეა მაშინ. აი ადამიანი ჭანტურას ვარ ნიშნები და დებილურად ეს გამოიცნობდა. არა ისე ესევანიში. თან კარგად ესე ჩაუკარი. ჭანტურა არც დავინახია სიმართლე რო გითხრა. ჰიტას უყურებდი უფრო. რევი, პატარა რო ვიყავი. მიწისძვრის დროს შეგნებულად კარაქიანი პური წავიღე ეზოში. ანუ გავრბოდი, არაფერი არ მეჭირა ხელში. კარაქიანი პური ავიღე და გავიგეს. ესე რომ მიცავი. ის დავინახო. ვიდი. მიწისძვრა არის, სახრიდან ძვირფასეულობა გავიტანო და შეიძლება კარაქიანი პური. ზუსტად. აი, შენ ძმას კარაქი და პური ცალკე მოყვა. აი მას კარაქი და ლავაში. შენ მაზონდაჯობა. ეს ერთი. სხვებმა რა ჩამოიტანეს? ვიღაცას ქონდა წამოღებული თავისი ძვირფასეულობა რა. ხო და იმის გამო, რომ ჩემთვის ძვირფასი იყო კარაქიანი პური. შემდეგ მიწისძვრას რო დაველოდებოდი, აუცილებლად კარაქიანი პურს ავიღებდი და როგორც კი მოხდა, აქეთ ძვირფასეულობა ერთი ქონება აქეთ გველის რამდენიმე დღის მერე მოხდა ეგ მიწისძვრა, მაგრამ როგორც კი მოხდა, ავდექი და წავიღე. გამეორება მიწისძვრა რამოდენიმე წუთით მაგიტო ჩაყავ თქვენ და შენ თუ მეუბნები რომ 3 დღის მერე გამეორდა მიწისძვრა. ან ზუსტ თარიღს ვერ გეუბნები, რამდენი დღე იყო რევი, მაგრამ მოტივაცია იყო ეგ ყველაფერი და რამდენიმე დღის მერე მოხდა ეგ. რამდენიმე სეისმური აქტივობა იყო. ბევრჯერ ჩავდიოდით ხოლმე ბოდიში, რამოდენიმეჯერ, სადაც 10 წლის ასაკში მე რო ვიყავი, მახსოვს პერიოდი, რომ რამოდენიმეჯერ აი მოკლე პერიოდში რა, სადაც ორთვიან პერიოდში, აი ეს განგაშები რო წამოვიდა, ბევრჯერ ვიყავით ხალათებით რო დგას სამეზობლო, ხო იცი ლამპის შეგებული. ჩვენ კალიანი პური ქონა. ამ ყველაფერს ისე ყვება, რომ შენი გეოგრაფიული განცდილება უნდა დაივიწყო და შეახსო როგორი ახთოვანებულია ამით, ან თითქოს თავის ზუპის რო ჩაიდინა. ამიტომ მე მგონია რომ სიმართლეა. მგონია რომ მიტყუები რა. რა ვქნა, არ მგონია რომ კარაქიანი პური უცებ მაინც და მაინც ზუსტად მაგ დროს ქონდა მზად და ღამე იყო და მიწისძვრის დროს ეტიუდი მქონდა ესე პური უნდა იყოს. ეს ნახევარნაირი კაი ნაკვები არის. ფრანგულის სემინარზე ჩავატარე მათემატიკის სემინარი. პირველი კითხვა, შენ რატო ატარებდი ფრანგულის სემინარს? მივდიოდი ჩემ მეგობართან, რომელიც არის საფრანგეთიდან ჩამოსული ლექტორი. უნდა შევხედროდი სახელი? საბრინა. საბრინა ბრასტიტუკა. უნდა შევხედროდი ზუსტად მაგ აუდიტორიასთან. პირველ კურსელების პირველი ლექცია იყო და ისე აღმოჩნდა, რომ ლექტორი ვეგონე შემიპატიჟეს. ანუ ლექტორი საბრინა ეგონე შენ? ხო. ქალი ლექტორი ეგონე შენ? ბიჭო, ქალი ლექტორი ვეგონე თუ არ ვეგონე, არ ვიცი, ჩაცმულობა როგორც ყოველთვის მაცვია, ეგრე ლექტორი ვეგონე შემიპატიჟეს იმაზე სემინარზე. არ ვიცოდი მე ფრანგული, დღემდე არ ვიცი და რაც ვიცოდი, დავიწყე მათემატიკის. ანუ ფრანგულის პირველ კურსელების ზიან, რომლებიც ელოდებიან ლექტორი შემოდა ფრანგულად დაუწყებს საუბარს. სემინარისტი? ხო, შედიხარ შენ და უწყებ მათემატიკაზე კარკულუსს და საუბარს? კი ბატონო. და რაო, რამდენ წუთში გტენეს თავში ის? ან რამდენი დეგოლისურად ჩავატარეო და ჩატარება. წუთი შევძელი რომ გამეძლო პირველ მოვიდა კურსელებს. საბრინა? მე მოვიდა საბრინა. ჩამომელა უნივერსიტეტში მოხდა. თესეულ განივის მე-6 საათზე. ყველი. რამდენი სტუდენტი ანიში ფრანგული არის სწავლება? ფრანგული ისწავლება ან მეხუთე კორპუსში, ენაციონო. ფრანგული ისწავლება მეხუთე კორპუსში, ეს გონია მეწყვილი. კი ბატონო. რა თქმა უნდა ტყუილია, ამას არ გახსნი? ეს არის ტყუილი გადატანება და ვეთახვები რომ ტყუილია. ეს არის ტყუილი, რა თქმა უნდა. სიმართლე. კი, მე აღმჯერა. ბიჭო, როგორი რაღაცა იცი? ეს არის მოწვეული ლექტორი საფრანგეთიდან რა. მერვე კორპუსში აინების კორპუსი, მაგრამ იქ აუდიტორია არ იყო და ამის გამო, რადგან განივში მე-6 საათზე იყო ცარიელი აუდიტორიები, იქ ვიცეს. კალი, მომატყუე. არ მომიტყუები ხარ. მე ყოველთვის წრფელი ვარ შენ, მარტო ჰიტა მომატყუე.
ართ არის გაგიმარჯოთ ღმერთო შენი სიმართლე და მათემატიკით გაგიმარჯოს ღმერთო მე იგივე იქნები ვინც ვარ და რაც ვარ და ასე შემდეგ. გამარჯვებულისთვის უნდა გადაგვეცა პრიზი და იმის გამო რომ სტუმარია და მეგობრები ვარ. მეგობრები ვართ, ცუდი მეგობრები ვართ, ჩვენ ერთმანეთს დავჭამთ მაგ პრიზის გამო. მოიგე დილის 200 ლარიანი ვაუჩერი, რომელიც აი ეს ვირტუალურად გადმოგეცემა, გამომართვი. შენ გქონდეს ეს სიმართლეა უნდა გახსნა. ბურგერზე მეტი ღირს. მადლობა მეგობრებო. დილით შეგიძლია. აიყვანეთ ბიჭების სახი 1000 გამომწერზე აუცილებლად ამ ვიდეოს შემდეგ და ისინი გვირდებიან რომ შემდეგ ვიდეოში ვეყოლებათ არანაკლებ საინტერესო სტუმრები და უფრო მაგარ ხუმრობებს იტყვიან კიდე უფრო და ეს განვითარების ტემპი არასოდეს არ შეშერდება, რადგან ადამიანის იუმორი არის განუზომელი მასშტაბების. ცოტა წელში გავიმართე. სულ ჩვენზე ხო იყო ეს ყველაფერი? ხო? თავიდან ცალ-ცალკე ადამიანის იუმორი. აი, მოჩი გეხოთები ვარ შეიძლება.